ვიცი, რამდენჯერ უნდა გავქრე და გამოვჩნდე. ბოლოს ვლოგი 4 თვის წინ დავდე. მას შემდეგ ძალიან ბევრი რამ შეიცვალა და მოხდა ჩემს ცხოვრებაში, როგორც ცუდი, ასევე კარგი. რასაც თანმიმდევრულად მოგიყვებით. ყველაზე კარგი, რაც მომხდარა, იყო ეს ესპანეთში მოგზაურობა, რომლის ვლოგიც ახლა რედაქტირდება, ამიტომ სანამ შემოგთავაზებდეთ ვლოგს ესპანეთიდან, ვეცდები ყოველდღიურობა და ეს რაღაც სიახლეებიც გაგიზიაროთ. თან გავაკეთოთ სიუყავა. უკვე ივლისია. ჩვენთან ზაფხული ხან იგრძნობა, ხან არ იგრძნობა სამწუხაროდ, ან საბედნიეროდ რომ ვუყურებ ზოგ ქვეყანაში როგორი კატასტროფული სიცხეა, ვფიქრობ, რომ მგონი უფრო საბედნიეროდ. თუმცა იმის გამო, რომ ესპანეთში მაისის ბოლოს, ივნისის დასაწყისში ვიყავი, ესეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ჩემი ზაფხული უკვე დასრულდა. და არაფერი საინტერესო არ უნდა მოხდეს. ეს იყო ჩემი მესამე მოგზაურობა. ესპანეთში გავატარეთ თითქმის 5 დღე. ვთქვა, რომ კმაყოფილი ვარ, შეს არაფერი არ ვთქვა. იმდენად საოცარი მოგზაურობა გამოგვივიდა. ვიყავით მე, ჩემი დაქალები და ერთ-ერთი დაქალის და აი ძალიან კარგად გავიქეთ ამ გოგოების ტრიპში. ასე რომ ვთქვა. როდესაც ვლოგს შემოგთავაზებთ, თქვენს მითხრობით რა საოცარ ადგილას ვიყავი. უკვე მზად ვიყავით, აღჩენილი ვიყავი, თუმცა აქეთ საზუნო მელოდებოდა ჩემი შვილი. ამიტომ როდესაც უკან ბრუნდებოდით, როგორც გული მწყდებოდა რომ ვტოვებდი ესპანეთს, ასევე ძალიან მიხაროდა რომ ზაზუს შევხვდებოდი. პირველად 4 წლის ასაკში დავტოვე საბერძნეთში, როდესაც ვიყავი. სამოგზაუროდ სულ რაღაც 3 დღე და ახლა იყო მეორედ რომ დავტოვე, სადღაც 6 დღის განმავლობაში იყო ჩემს გარეშე. დიდად არ გაჭირვებია, რადგან ბებოსთან და ბაბუსთან იყო ქუთაისში. ვიფიქრეთ, რომ რადგან ეზოში ითამაშებდა და თან ძალიან უყვართ ბაბუამისი, უფრო მარტივად გადაიტანდა უჩემობას და ამიტომ მამამისმა წაიყვანა ქუთაისში თავის მშობლებთან და ის როგორც გავიგე ძალიან კარგად ერთობოდა. თუმცა რომ ჩამოვედი, მითხრა კიდეც რომ ძალიან ვენატრებოდი. სანამ წავიდოდი კიდევ მთხოვდა რომ არ წახვიდი სხვა ქვეყანაშიო. რაც შეეხება სხვა სიახლეებს. ხო, ნუ მე როგორც ყოველთვის ვცდილობ ჯანსაღად ვიყვებო, მაგრამ მაქვს ეგეთი მომენტები, რომ ვერ ვძლებ ტკბილის გარეშე. ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე, რომ ვაკვირდები, სხვა საკვებზე მეტად არის ტკბილეული, კონკრეტულად აი ესეთი გამომცხვარი გემრიელობები. რაც შეეხება ტორტას და კრემიან ნამცხროს, ესეც ერთ-ერთი სიახლეა, ბოლო ვლოგებში არ მახსოვს, TikTok-ზე უფრო, ბოლო TikTok ვიდეოებში ვახსენებდი ხოლმე, რომ საკონდიტრო საქმით ვიყავი დაკავებული და ხომ არ განვიახლებინა და ხომ არ დამეწყო ისევ თავიდან ტორტების და სხვა დესერტების მომზადება და ესპანეთში როდესაც ვიყავით, გოგოებს საუბრობდით სხვა რაღაცებზე და ეს ჩემი დაქალის და რომელმაც არის ის რომ საკონდიტრო საქმიანობით ვიყავი დაკავებული, ისე ახსენებს რომ ერთხელ ბენტო ტორტი შევუკვეთეო და ფოტოები გადავიღე და გადავაგდე, რადგან ძალიან უგემური იყო. რაზეც მისმა დამოპასუხა, შენ ცელისო ტორტებს აკეთებსო. და ამაზე მოყვა საუბარი და გოგონებმა დაჟინებით მირჩიეს, რომ აღმედგინა ეს საქმიანობა და როგორც კი ესპანეთთან ჩამოვედი, მართლაც მეც უფრო რაღაცნაირად მოტივირებული ვიყავი და განვაახლე. ჯერჯერობით მხოლოდ ბენტო ტორტებზე შეკვეთების მიღება, მაქვს კიდევაც უკვე შეკვეთები, რაც ძალიან გამიკვირდა. უბრალოდ არც ერთ ინფლუენსერისთვის არ შემიკვეთავს რეკლამა, უბრალოდ დავბუსტე Facebook-ზე და Instagram-ზე და გამოჩნდნენ მომხმარებლები ძალიან მარტივად. რაც მთავარია, ერთ და იგივე მომხმარებლები ბრუნდებიან კიდეც და ეგ არის ჩემთვის რეალურად მნიშვნელოვანი. თუ ვთქვათ, თბილისში ცხოვრობთ, მით უმეტეს დიდ დიღომში, თქვენ შეგიძლიათ დააგემოვნოთ ჩემი ბენტო ტორტები. აღწერაში დავურთავ Instagram-ს და შეგიძლიათ იქ მომწეროთ და შემიკვეთოთ. მიწოდების მომსახურებას გვაქვს და დიღომში საერთოდ მიწოდება უფასო გვაქვს. მოკლედ, ამ ჩემ ტორტებზე მეტად, რომლებიც უდაოდ გემრიელია, მართლა ძალიან მიყვარს, უბრალოდ მე უფრო მეტად მიყვარს, აი ასეთი ბრიოშები, კრუასანები და ასეთი გამომცხვარი რაღაცეები. და შემიძლია ყოველდღე, ჩემი პრობლემა არის ის, რომ ყოველდღე მივირთმევ ტკბილეულს და შეიძლება დღეში არა ერთხელაც. ვიცი რომ კანზე ძალიან ცუდად მოქმედებს, წონაზე, ყველაფერზე, ჯანმრთელობაზე პირველ რიგში. და ძალიან ვცდილობ
თავად დავატანო და მინიმუმამდე დავიყვანო. ახლა ერთი მეთოდი მოვიფიქრე და შემდგომ დაგაწევთ ინფორმაციას, რა და როგორ და თუ გამოვა საერთოდ აქედან რამე, რომ ტკბილი დავიყვანო მინიმუმამდე. ძალიან სასახალისოა. ცოტა ანტირეკლამაც გამომივიდა მე რომელიც ტორტებს ვაკეთა და თან თვითონ ვცდილობ რომ დესერტები მინიმუმამდე დავიყვანო. თუმცა სრულად ამოღება რეალურად მე არ მინდა. რადგან ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავ, თუნდაც კვირაში ერთხელ რომ მიირთვა გემრიელი რაღაც ხარისხიანი საკვანძო სიტყვა, ხარისხიანი დესერტი. ჩემი ესპანეთში რომ ვიყავი სხვათა შორის, წინასწარ მე მიყვარს ძალიან წინასწარ რაღაც ინფორმაციების მოძიება, ცოტა ისტორიას თვალი შევავლო, გეოგრაფიას, პოლიტიკურ მდგომარეობას, რაღაცას რომ ცოტა აზრზე იყო, სად მიდიხარ, როგორ ქვეყანაში, იქ რა ღირსშესანიშნაობებია, რისი ნახვა ღირს, თავისთავად ახლა სამზარეულოს კი დააგემოვნებ, მაგრამ რეალურად რითაც ფასობს ქვეყანა თავისი ისტორიით, კულტურით და ასე შემდეგ ხელოვნებით. ეს ჩემი აზრით აუცილებლად გასაცნობია. და ამიტომ რომ ვათვალიერებდი რაღაცებს ვკითხულობდი, ვეცნობოდი, მე ალგორითმები ხომ ისე ეწყობა TikTok-საც და ყველგან რომ თუ რას ეძებ და რას ნახულობ და TikTok-ებსაც ვინახავდი რაღაცებს, როგორები მინდა გადავიღო, იქ რომ ჩავალ და ხომ დაიმახსოვრა ახლა ამ ჩემმა TikTok-მა რომ ესპანეთში მივდივარ და თვითონ თავაზობ და შემდგომ სანახავ ადგილებს, დასაგემოვნებელ კერძებს და კარგ რესტორნებს და ადგილებს, ასე რომ ვთქვათ. და შესაბამისად, რადგან მე კონდიტერი ვარ და არავის სკროლავდი ამ ინფორმაციას, ამომიგდო საკონდიტროები, რამოდენიმე ძალიან ცნობილი საკონდიტრო ესპანეთში, რომლებსაც ჰქონდათ თავიანთი განსაკუთრებული დესერტები, არა ადგილობრივი ესპანური, არამედ ზოგადად ძალიან მაღალი ხარისხის, მაღალი დონის კონდიტერია. ერთ-ერთი იყო მორე, ასე ჰქვია, ცუდად თუ არ ვკითხულობ და არ ვამბობ. TikTok-ზე მინდებს უკვე მასე ვიდეო, ეს შეფკონტერი ფრანგია. მან საინტერესო იყო ის, რომ მხოლოდ 2026 წელს ვინც ახლა წელს მიდიხართ, აუცილებლად შეიარეთ და დააგემოვნეთ. თან დღის საათებში, რადგან ჩვენ დღის მეორე ნახევარში ვიყავით და უკვე ამოყიდული იყო ფორთოხლის ბრიოშები, რომლებსაც ფორთოხლის შიგ თავსი ჰქონდა სპეციალური და არაპირდაპირ ცოცხალი ფორთოხალი. და შოკოლადის ასევე. ძალიან გემრიელი უნდა ყოფილიყო, ჩემი აზრით, რადგან ეს ორი კომბინაცია უხდება ერთმანეთს. თუმცა ვერ მოვასწარით მის დაგემოვნება, ამიტომ მსგავსი ვარიანტი იყო ერთი ლიმონის, ეგ შევიძინეთ და ასევე ვანილის და ბურბონის კიდევ ერთი დესერტი ფენოვანცომში, ვანილის და ბურბონის კრემით. ძალიან გემრიელი იყო, ისეთი ნაზი და ისეთი გემრიელი. მოკლედ შეგიძლიათ ეს ვიდეო იხილოთ TikTok-ზე, მეორე საკონდიტრო იყო ჰოფმანის, ესეც საკმაოდ ცნობილია, მან შევიძინეთ კორპუსის ნამცხრები, რაც ახლა ძალიან პოპულარულია, ოღონდ არახელის ფორმის, არამედ თუ არის და სხვადასხვა ფორმების. დიდად რომ თქვა, რომ გავოცდი, ისეთი გემრიელი იყო, ვერ ვიტყვი, უფრო რთული გემოები იყო და ალბათ უნდა თავისებური მიდგომა, უფრო დაკვირვება ჩვენთან რომ შევიძინეთ, ეგრევე ვერ მივირთვით, მოგვიწია მოლში შესვლა. სანამ სახლამდე მივედით, ცოტა გავღვაკიდეთ, ამიტომ შეიძლება ცივი და პირვანდელი სახით უფრო გემრიელი ყოფილიყოს. და კრუასანი მასკარპონეს კრემით, ესეთი მოთხოვნადი დესერტი ყოფილა იმ საკონდიტროში. კიდევ იყო რამოდენიმე საკონდიტროები, რომლებიც ყველა ვერ მოვიარეთ. საკონდიტროები კი არა, ბევრი ღირსშესანიშნაობა და ისეთი მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლიც ვერ მოვასწარით, რომ გვენახა, რადგან შემეცნებითთან ერთად გვინდოდა რომ ცოტა გასართობი მოგზაურობაც ყოფილიყო. ამიტომ სხვადასხვა ადგილების მონახულებასთან ერთად იქ შოპინგობდით დრო და დრო, გავედით ცოტა კოქტეილები მოვწრუპეთ. ასევე სანაპიროზე გავედით, კოსტაბრავა სანაპიროზეც გავედით, იქ ბოტანიკური ბაღი მარიმურთრა აუცილებლად სანახავია, იქ თუ მოხვდებით, ულამაზესია მართლა. აი ამ ყველაფრის ნახვა შეგიძლიათ ან შემდეგ ბლოგში, ან ჩემს TikTok-ზე. და ასევე მადრიდშიც გავიარეთ ბოლო დღეს. იქაც ვისეირნეთ ქუჩებში, აი ულამაზესი ხალხნო. ძალიან ლამაზი ერია, ძალიან ლამაზი ერია და ძალიან გემოვნებიანი. ქალაქსაც ძალიან ლამაზი ინფრასტრუქტურა აქვს. აღფრთოვანებულები ვიყავით, აი მართლა არ გვინდოდა წამოსვლა იმ ბოლო დღეს ცერინობასთან ერთად დავაგემოვნეთ რაღაც გემრიელობები, ადგილობრივი კერძებიც, რა თქმა უნდა, გაზპაჩო, პაელია, ასევე კიდე რაღაც ადგილობრივად შემწვარი ხორის გულმკერდი, პატატას ბრავას, ეს კარტოფილი იყო რაღაც სპეციალურ ცხარე სოუსში. ძირითადად ზღვის პროდუქტების კერძები აქვთ და ეგეთებს ვაგემოვნებდით. ჩემი აზრით, საბერძნეთში ბევრად გემრიელი კერძები იყო, უფრო მრავალფეროვანი და როგორც ხორციანი კერძები, ასევე ზღვის პროდუქტებით, ასევე ბოსტნეულით და მე თუ მკითხავთ, არჩევანს გავაკეთებდი ბერძნულ სამზარეულოზე.
კიდევ რა იყო ისეთ, ну დანარჩენს vlog-ში ნახავთ, ყველაფერი მოგიყავით და რაღა დარჩა, მოკლედ დანარჩენს ნახავთ. ესპანეთის vlog-ში, რომელიც აი მზადების პროცესშია. Gothic Quarter-ით ნახეთ, აი მზადების პროცესში მაგ ახლა ვარედაქტირებ ამ ესპანეთის vlog-ს, თუმცა ცოტა დიდია, ამიტომ ასე უცებ ვერ გავაკეთებ ამიტომ. მგონი ადრე მსგავსი რაღაც გადამეღია კიდევაც, როდესაც რაღაც ახალი ნაყიდი რაღაცები მქონდა და გათვალიერებინებდი და რატომაც არა იყოს ასეთი რუბრიკა ჩემს არხზე, სადაც გაჩვენებთ ახალ შენაძენებს და ან თუნდაც საჩუქრებს, ჩემი აზრით უინტერესო არ იქნება. ეს რაღაცები შევიძინე, გამოვიწერე ამ ბოლო პერიოდში. ის რაც ამ ზაფხულზე აუცილებლად მჭირდებოდა, რაღაცები აღარ მქონდა, გასაახლებელი მქონდა, ამიტომ დავთვალიერთ ერთად. ნუ პირველ რიგში მოვიდეთ ეს ზაზუს შევუძინეთ, ზაზუს ვყიდეთ. აი, ასეთი ფეხსაცმელები. ერთადად მაინც ღია ფეხსაცმელია ზაფხულზე, რადგან საკმაოდ ცხელა. რაც შემეხება მე. დანარჩენი ყველაფერი ჩემია. ეს არის საცურაო კოსტუმი, რომელიც გუშინ მომიტანეს. შეგიძლიათ Instagram-ზე ნახოთ. საინტერესოდ არის შეფუთული. მადლობა რომ აგვერჩიეთ. Thank you. და თვითონ კოსტუმი. ერთი საცურაო კოსტუმი მაქვს უკვე ამ ფერში დაახლოებით და ესეც ასეთ ფერში ვიყიდე. ძალიან მომწონს ეს ფერი რუჯზე. ცოტა კი გავირუჯე, ესპანეთში რომ ვიყავი, ხო ძალიან არათანაბარი რუჯი მაქვს, რადგან ძირითადად დავდიოდით, ზისგან დამცავს არ ვისვამდი და მთელი დღის განმავლობაში რომ დავდიოდით, აი რაც მეცვა, ისეთი რუჯი მქონდა ხოლმე, აქ თეთრად, აქ ყავისფერი და ასე. ამიტომ აუზზე სიარულის დრო არის და ზღვაზე რამდენად წავალთ არ ვიცი, მაგრამ აუზზე უნდა ვიაროთ და შევიძინეს ამისთვის. მომწონს. საკმაოდ კარგი ხარისხის ჩანს და რამდენად პრაქტიკული იქნება, შემდგომ გეტყვით რომ მოვისინჯავ. კიდევ ერთი კაბა გამოვიწერე, რომელიც შემთხვევით შემხვდა Instagram-ზე ესეც. აი, ასეთი კაბა არის, ფოტოს დავურთავ როგორ გამოიყურება. ჩემზე. სად უნდა ჩავიცვა, არ ვიცი, ფაქტობრივად არსად დავდივარ ეგრე რომ სადღაცა. თუმცა რატომაც არა, ამის ყოველდღიურად ჩაცმეთ შეიძლება კედებზე და ან ბოტასებზე. აი, ამას მართლა სად ვიცვამ, არ ვიცი, მაგრამ რომ დავინახე, იმდენად მომეწონა. არ შეიძლებოდა რომ არ მეტი და თან ფიქრობდი ნეტავ ესპანეთისთვის მაინც მომესწრო ეს იქვე შევნიშნე აი ასეთი თმისამაგრი და სამაჯური. რომელიც ვფიქრობ, რომ უნდა მოუხდეს წესით. სად როგორ რა ვითარებაში ვიცვამ, არ ვიცი, მაგრამ ძალიან ლამაზია, როგორი ქსოვილია და განახოთ ახლოდან უნდა განახოთ. თქო, ასე იცმება. კაბა შორტია, რაც ძალიან ამარტივებს და აკომფორტულებს საქმეს, როდესაც ძალიან მოკლეა კაბა, და მithანხმებით ცოტა დისკომფორტია, ამას კი შორტი აქვს ქვემოდან. ამას აქვს შიშველი ზურგი და აი ასეთი. ერთი სული მაქვს, როდის ჩავიცვა, სად ვიცამ, არ ვიცი. არსად არ მივდივარ ჯერ. ჩემო ახლობლებო და მეგობრებო, თუ უყურებთ ამ ვიდეოს, სადმე დამპატიჟეთ. არ ვიცი, სადმე მოიფიქრეთ. ნუ თავის მოლის საშუალებები. ეს რაც ზაფხულზე აუცილებლად გვჭირდება, ეს არის კანის კარგად აკერცვა, დატენიანება და შემდგომ დაცვა, მზისგან დაცვა. ვისაც თუ არ ვწდები, ამას კუპეროზი ჰქვია, როდესაც კანზე წერტილებივით გაქვს და საშინელი სიმშრალე და თითქოს კანი დამსკდარია, სასურველია, აუცილებელია კარგი დატენიანება და სასურველია დამატენიანებელი შეიცავდეს შარდოვანას. არის ძვირიანი ალტერნატივებიც, თუმცა მე პირადად არ ვიწუნებ არც ამ ესპანურ ბრენდს, რომელიც ჩემით შემთხვევით აღმოვაჩინეს არ არის რეკლამა და ჯერჯერობით მე მომწონს, საკმაოდ ხელი ტექსტურა აქვს და მარტივად ნაწილდება კანზე და ბოლოს არ გიტოვებს რაღაც წებოვან შეგრძნებას და 10% 5% გლიცერინის და 10% შარდოვანას შეიცავს. საკმაოდ თან მოცულობითია
და ვფიქრობ, მთელი ზაფხული უნდა გეყოს. 48 საათიანი დატენიანება აწერია. მე რამოდენიმეჯერ მაქვს გამოყენებული და კმაყოფილი ვარ ჯერჯერობით. ასევე მზისგან დაცვა, ტანის სახის დაცვად ვიყენებ La Roche-ის Fluids და ეს არის ლირენის, არ ვიცი როგორი კითხება. შემისწორეთ თუ გინდათ თუ არა. მზისგან დამცავი ტანის ზეთი, რომელიც გამოიყენება როგორც სულ ასევე მშრალ კანზე. შეიცავს არგანიზებს და აქვს 50%-იანი დაცვა როგორც UVA, ასევე UVB სხივებისგან. ასევე როგორ შეიძლება აი ამაზე მინდა ვისაუბრო, რომ სხვადასხვა ჯგუფში გოგონები წერენ, პრობლემური ზონა, ზურგი და უკანა ნაწილი ძირითადად აწუხებთ გამონაყარი. მე არ ვარ სამწუხაროდ გამონაკლისი და ზურგზე მეც მაწუხებს. ამიტომ ბევრი ძებნის შემდგომ იმ ჯგუფშიც დაწერეს და ერთ-ერთმა უცხოურმა ბლოგერმა TikTok-ზე ისაუბრა აი ამ ინდური საპონის შესახებ, რომელიც PSP-ში ვნახე. Perolite, რომელიც შეიცავს ბენზოლ პეროქსიდს. ამ საპონს ისვამ პრობლემურ ზონაზე და იჩერებს 3 წუთი. ორნაირი არის სხვადასხვა პროცენტულობა არის მგონი ამ ბენზოლ პეროქსიდის შემცველობის და მე ავიღე მაღალი. მინდა გითხრათ, რომ სულ რაღაც ორჯერ მაქვს გამოყენებული და ვფიქრობ, მე ჩემი შეხედულების რომ ვიცი როგორი მდგომარეობა მქონდა და როგორ ვიცი ხოლმე ზურგი რა მდგომარეობაში მაქვს, ჩემი აზრით საკმაოდ შედეგიანია. ნახოთ ახლა გავაგრძელებ და ამაზეც გეტყვით აბა როგორი იქნება. ასევე თვალის სახის კრემები გამომელია და ეს დამატენიანებელი კრემები შევიძინე უბრალოდ. ტუჩის ფანქარი, რომელსაც უკვე 2-3 წელია ერთსა და იმავეს ვიყენებ. ეს არის Nuxe-ის ნომერი 857, რომ უცვლელად ვიყენებ, როდესაც ყოველდღიური მაკიაჟი მინდა აქცენტების გარეშე. ესეც მიმთავდებოდა. წერების საწინააღმდეგო სპრეი, ბავშვებისთვის კონკრეტულად. რაც ძალიან გამიხარდა, რომ აფთიაქში ვიპოვე, რადგან შარშან, მგონი შარშან იყო. ვერსად ვერ ვნახეთ ეგეთი სპრეი, რომელიც დაიცავდა ბავშვს, ბავშვისთვის იქნებოდა კონკრეტულად განკუთვნილი, უსაფრთხო იქნებოდა და დაიცავდა ამ წერებისგან, რადგან ზაზუს აქვს ატოპიური კანი, ძალიან გრძნობიარე თან და ერთი ნაკბენი უსჯივდება, არ ვიცი, საკმაოდ დიდ პერიმეტრზე და საკმაოდ დიდ ხანს აქვს ეს სიწითლე და შესიება. შემდგომ რაღაცეების წასმა იმისთვის, რომ აულაგდეს, მიჩვენია თავიდანვე რაღაცები მივაკვირო, რომ არ უკბინოს. მაგას მეც ეგრე რომ მკმენს კოღო ძალიან დიდ ხანს მეტყობა და საკმაოდ მირთულდება სამწუხაროდ. და სად რომელი ზაფხული გამოვა მბზინვარების გარეშე? ეს საკმაოდ ცნობილი პროდუქტებია, უკვე გექნება სხვადასხვა ჯგუფებში თუ არა, ინფლუენსერებთან, ბლოგერებთან ვენახეს ტოპი კრემის დამატენიანებელი შიმერით და ეს ცნობილი კრემი, სადაც არ უნდა შევიდე, რომ კითხულობენ, აი რას ისვამთ ტანზე, რომ საოცარი ბზინვარება გქონდეთ, უკომენტარებენ ხოლმე აი ამ სახისა და ტანის მბზინვარე დამატენიანებელს, რომელიც ასევე რუჯის ეფექტსაც აძლევს, რადგან შეფერილია. Coconut shiny. მოდი დაახლოებით, ცოტა წავისვამ და გაჩვენებთ ხელზე, აი მაგალითად როგორ იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ კადრში ჩანს მისი ბზინვარება. ნუ შეგვიძლია შევადაროთ. და სუნით საკმაოდ ნაზი და სასიამოვნოა და არაშემაწუხებელი. მე მქონდა ერთი ქართული ბრენდის ერთ-ერთი ავტორუჯის მაგვარი, მსგავსი შიმერებით და თან რუჯის ეფექტსაც რო გაძლევს შეფერილი დამატენიანებელი, რომელიც ცოტა ჟანგის ფერს იძლეოდა. ასევე ძალიან არასასიამოვნო სუნი ჰქონდა და ხანგრძლივად რომ გესვა ცოტა თავსაც გატკიებდა და ტანსაცმელზეც გადადიოდა ძალიან ცუდად. ამიტომ შემიძლია რაღაცა შევადარო და ვთქვა, რომ ეს მართლა კარგი პროდუქტია. აღარ დავკონკრეტდები იმ ბრენდის სახელს, რადგან ვეღარც ვიპოვე მას შემდეგ, მგონი საერთოდ აღარ არის ბაზარზე. რაც სავსებით სამართლიანია ჩემი აზრით. ესპანეთში ასევე შევიძინე ეს Sephora-ში. ეს ბლაში, მინდა და Rhodes ბლაში, რომელიც ჩემს დაკალ ჰქონდა და ძალიან მომწონდა, ძალიან კარგი პიგმენტაცია ჰქონდა, დაახლოებით ასეთი ფერის იყო და ვიცოდი რომ იხდებოდა. ეს რაც Beverly Hills-ის აი ეს ფერი, დიდად არც პიგმენტური გამოდგა. იქვე ვნახე, კი რა თქმა უნდა. Rhodes დროებით არ გვაქვს, სექტემბერში შეიძლება უმარაგებიო. ამიტომ ეს მირჩიეს, ესეც კარგია, მე დიდად კმაყოფილი არ ვარ და ფაქტობრივად არ ვიყენებ სამწუხაროდ, ჩემი 29 ევრო წყალში გადავყარე.
ჩემი თმის ცვენის ამბების შესახებ აღარ მომიყოლია. ისეთი აქტუალური თემა არის ჩემთვის და საკმაოდ მტკივნეული. ვიყავი ტრიქოლოგთანაც კი, თვითონ მკურნალობებმა რომ არ გაჭრა, რა თქმა უნდა ჩვენ ჯერ ჩვენიც ვცდილობთ რაღაცეებს და შემდგომ მივმართავთ სპეციალისტებს, მეც არ ვარ გამონაკლისი ეგეთი ტიპი ვარ და რადგან არ გაჭრა ჩემმა მკურნალობამ, მე თვითონ რაღაც ინფორმაციები მოვიძიე და გადავწყვიტე დამოუკიდებლად შემეძინა დუკრეს ერთ-ერთი ლოსიონი და შამპუნი, გამოვიყენე, თმა თითქოს წამოვიდა, ახალი თმები გამეზარდა, ცვენაც თითქმის შემიჩერდა და ეგრევე დავანებე თავი. აღარ გამოვიყენე. და მალევე განვიახლდა თმის ცვენა. რა თქმა უნდა, შეშინებული მე გავარდი ტრიქოლოგთან და საბედნიეროდ არ მაქვს არანაირი ანდროგენული ალოპეცია და ფაქტობრივად არ იკურნება, მუდმივად უნდა იყო რაღაც მინოქსიდილის და მსგავსი პრეპარატების ქვეშ, რომ თმა წამოგივიდეს და ქონდეს სქელი გრძელი თმა. სხვა შემთხვევაში ველოდები და გჭირდება გადანერგვა. მე მაქვს უბრალოდ, მე როგორც მითხრეს, მე მაქვს ტელოგენური ალოპეცია, ძირითადი გამომწვევი მაინც სტრესი არის და შეიძლება ამის შველა. რა თქმა უნდა, დეფიციტები არ უნდა გქონდეს ორგანიზმში და სპეციალური შამპუნებით და ლოსიონებით ვიმუშავებდეთ თავის ქალის ნაწილს და პირველი ფაქტორი, რომელიც მითხრა თუ არ აღმოიფხვრა ეს პრობლემა, ჩემი თმის ცვენის შეჩერება, რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდება და რაც არ უნდა გამოვიყენო, დიდად ეფექტური არ იქნება, ეს არის სტრესი. როგორც გითხარით დასაწყისში, ბოლო 4 თვე საკმაოდ მოვლენებით ახსავსე იყო ჩემს ცხოვრებაში და ამიტომ შეიძლება ითქვას, ახლა მე და სტრესი ვართ თანამაცხოვრებლები. ამიტომ ჯერჯერობით დიდად ამას ვერაფერს ვერ ვუხერხებ. შეგვიძლია რა თქმა უნდა მივახმაროთ საკმაოდ კორტიზოლი შემციროთ თქვა სპორტით, ფიზიკური აქტიურობით, დალაგებული ძილით და ასე შემდეგ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი ჩვენი ნერვული სისტემა და ჩვენი ნერვული სისტემის მდგომარეობა აისახება საბოლოო ჯამში ჩვენს გარეგნობაზე. ამიტომ გვიყვარდეს პირველ რიგში ჩვენი საკუთარი თავები, მოვუფრთხილდეთ ჩვენს ნერვებს და მაქსიმალურად ვეცადოთ არანაირ მოვლენაზე არ გქონდეს ისეთი მწვავე რეაქცია, რომ შემდგომ ეს აისახოს ჩვენს გარეგნობაზე და ჯანმრთელობაზე. მოკლედ, ისევ დუკრე გამომწერა ჩემმა ტრიქოლოგმა. ამ შემთხვევაში მე ვუთხარი, რომ უკვე ვიყენებდი ლოსიონს და შამპუნს, ოღონდ ამ ხაზის არა, ეს სხვა ხაზია, ეს სებორეული კვალის შემჩნიათ, ამიტომ შამპუნად გამომიწერა აი ეს. თქვენ ძალიან გთხოვთ, დამოუკიდებლად შემსავით. არ გამოიყენოთ არაფერი, ჯობს მიხვიდეთ, არ დაიზაროთ და დალაგებულად იმკურნალოთ ყველაფერი ისე როგორც საჭიროა. რადგან ვთქვათ, თუ ეს არ არის შემსავით ტელოგენური ალოპეცია, არამედ ანდროგენული ალოპეციის საწყისია, შეიძლება თავის დროზე თუ არ მიხედოთ, უბრალოდ როგორც ვთქვი, თმა დაგცვიდეთ და აღარ ამოგივიდეთ. და მოგიწევთ მე მართლა გადანერგვის გაკეთება. და დუკრეს თმის ცვენის საკმაოდ ძლიერი ლოსიონი, როგორც მითხრეს, ამას ასევე ისხავენ, როდესაც გადანერგვას იკეთებენ თმისას, იმისათვის, რომ მოძლიერდეს ფესვები შენს კანში და კარგი თმა წამოგივიდეს. მოკლედ. შევხედოთ, რამდენად ეფექტური იქნება. მე განვაგრძე იმ ლოსიონის გამოყენება, რომელსაც ამ ხაზის გამოწერამდე ვიყენებდი და საკმაოდ ეფექტურია ხომ გეუბნებით, სანამ ვიყენებ, მართლა ახალი თმა ამოდის და თმის ცვენაც მცირდება. თუმცა მე რო შევწყვიტე, მე მალევე შევწყვიტე ერთ თვეში, ისევ დამეწყო თმის ცვენა და ჩემმა ეს ტრიქოლოგმა ვისთანაც ვიყავი, მითხრა, რომ 3 თვე მაინც უნდა გრძელდებოდეს მკურნალობა, რომ იყოს შედეგიანი. ვნახოთ. მოკლედ სულ ეს იყო. სხვა ისეთი ახალი განსაკუთრებული მგონი არაფერი არ არის, ყოველ შემთხვევაში ეს იყო რაც გამახსენდა. მალე ესპანეთის ვლოგსაც შემოგთავაზებთ და ვეცდები არ დავიკარგო ხოლმე. დროებით.